რეგიონული ეკოლოგიური სამიტი ასტანაში და პრეზიდენტის გამოსვლა მიხეილ ყაველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ყაზახ კოლეგასაც შეხვდა. უკვე არსებული მჭიდრო კავშირების ფონზე მან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების საჭიროებაც აღნიშნა. შეხვედრები ჰქონდათ დელეგაციის წარმომადგენლებსაც. ანა ბერძენიშვილი ასტანიდან გვერდება. საქართველოს პრეზიდენტი ასტანიდან უკვე გააცილა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა მოკლე შეხვედრა გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან. მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მაღალი დონის კომუნიკაციას და კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებას აუცილებლობას. დღეს ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტი, მონაწილეობა მიიღო რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში, სადაც მიხეილ ყაველაშვილმა დამსწრე დელეგატებს სიტყვით მიმართა. გარემოს დაცვა და კლიმატის პოლიტიკის გაძლიერება. საქართველოს პრეზიდენტმა ასტანაში რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტზე სიტყვით 1500 დელეგატს მიმართა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტი სწორედ გარემოს დაცვითი მმართველობის გაძლიერებას ემსახურება. ბოლო 10 წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება. ჩვენი მიზანია ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სულ თანხმდრაშია. 2026 წლის იანვარში ქვეყანამ დააწესა გარკვეული შეზღუდვები ერთჯერადი გამოყენების პლასმასის პროდუქციაზე, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯია. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება მდგრადი განვითარების დღესწესრიგის ცენტრალურ საკითხად რჩება. საქართველოს როგორც საიმედო ხიდი რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა, ხელს უწყობს არა მხოლოდ დაკავშირებადობას, არამედ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება კი ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. საქართველოს, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის გამტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს. მართვის ეფექტური სისტემები და ძლიერი ინსტიტუციური მოწყობა ფასს კარგავს მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ არასტაბილურ გლობალურ გარემოში, რომელიც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. საქართველოს კვლავაც განაგრძობს მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული დიალოგის მტკიცე მხარდაჭერას, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა-განაპირობა. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ შუა დერეფნის გაფართოების პოტენციალისთვის აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული ურთიერთობების პარალელურად აუცილებელია სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერა. ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც წლებია ჩვენ გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, სავაჭრო კუთხით, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, პროსტულად ხელმოწერას და ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს ექნება დასასრული და ყაზახეთი და საქართველო მოაწერს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელს. შეხვედრები გამართეს საქართველოს დელეგაციის წევრებმაც. გარემოს დაცვის მინისტრი ყაზახ კოლეგას შეხვდა. გაზრდილი ვაჭრობა და სამომავლო გეგმები იყო საუბრის მთავარი თემა. დელეგაციის წევრებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ილაპარაკეს. განხილული იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანა, მოგეხსენებათ, რომ აქტიური თანამშრომლობა და წინა წლამდე დინამიკაში ორ ქვეყანას შორის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობა იზრდება, რაც თავისთავად ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულებას. საუბარი იყო შემდგომი ურთიერთობის გაძლიერებაზე. ესეთი ღონისძიებები შესაძლებლობას აძლევს რეგიონის ქვეყნებს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრონ, ჩატარდა მთელი რიგი შეხვედრები პარტნიორ ქვეყნებთან.
რომლებიც მიზანმიმართული იყო საქართველოს და ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის საკითხებზე. ეკოლოგიურ სამიტს რეგიონის პირველი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტი 24 აპრილს დაიხურება.